ასხის მთისკენ მიმავალი გზა დასრულებულია. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ უკვე თავისუფლად ავიდნენ დასავლეთ საქართველოში ყველაზე მაღალ კასტრულ მასივზე და დატკბდნენ ულამაზესი ხედებით. წლების განმავლობაში ასხისაკენ მიმავალი გზა ფაქტიურად გაუვალი იყო და ამ ადგილს ადგილობრივები უმეტესწილად მესაქონლეობა მეჯობეობისათვის იყენებდნენ. გზის მოწესრიგება კი უკვე ასხის, როგორც ტურისტული ლოკაციის განვითარების შესაძლებლობას იძლევა. გზის გახსნის აღსანიშნავად ასხის მთაზე ქართული სიმღერების შეასრულეს ანსამბლ ერისიონის სოლისტებმა. Kunas hanım sitay bana fayda ukay buzikay Oy nani nani nana Go patsia ona naida Eli zindaga svia ona naida Udi kweze dagi khura sampanta saige kharo Haralalo dawadi solo dashi dashi Akkedan gori sharia Akkedan gori sharia thamali dibralia ახალი არტერია შეიძლება უწოდოთ ამას ტურიზმის განვითარების კუთხით, რამე თუ მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ვიზიტორი ეყოლება ასხის მთას. ჩვენ დღეს ვიმყოფებით 2300 მეტრ სიმაღლეზე. ეს არის ძალიან ლამაზი ხედები, ჯერ გზით და შემდეგ აქ არსებული ხედებით და დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ ბევრი ვიზიტორი გვეყოლება და სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა უკვე ხელს უწყობს ნებისმიერი მცირე და საშუალო ბიზნეს ტურიზმის სექტორის განვითარებას და მე დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში 2 წელიწადში, 3 წელიწადში საკმაოდ კარგ სერვისს, კომფორტს შესთავაზებენ ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენლები, ჩვენს ვიზიტორებს და რა თქმა უნდა ჩვენს ხონელებსაც. აუცილებლობა, როცა ერიციონი ღერის ასხის ამ უმაღლეს სიმაღლეზე ჩვენ ახლა ვართ 2500-2600 მეტრის სიმაღლით და არის ყველაზე მაგარი 2800 მეტრამდე ადის. ჩემთვის ყველაზე დიდი სიყვარულია, ყველაზე დიდი სიკეთე და მადლია, როცა ჩემ სოფელში ჩამოვალ და მაშინ ზეიმობს გული და სული. ადგილის ტურისტულ პოტენციალსა და გზის მოწყობის მნიშვნელობაზე საუბრობენ ადგილობრივები. მათი თქმით, ეს პროექტი მიგრაციის შეჩერების შესაძლებლობაა. 64 გვაქვს ნამდვილად, მაგრამ რა ვიცი, საშინელებაა ხალხისგან რომ დაიცალა და თუ კი რაიმე გაკეთდება პოპულარიზაციისათვის იქნება ამ ტურისტული ზონით მობრუნდეს ხალხი, თუ არა ერთი დარჩი, აი კუნძულზე დარჩი ერთი. ტურისტული პოტენციალი მთელ მსოფლიოში დადებით ეფექტს იძლევა და ალბათ ჩვენც განვითარდებით და ჩვენც რაღაცას შევიძენთ ალბათ. დამაგრდება სოფელი, მე მგონია. Onat lamazi argida mikhod tambunebat bunebash mikhod tas mikhodat chama lamazeba imkharia qelali ho asati suftar lamaze davtebit kido ho menatoli taris ragatsi damakashev qelas tsqevsis qatsuris adamnes da siftas qolis ასხის მთისკენ მიმავალი გზის მოწყობისათვის ტენდერი 2024 წელს გამოცხადდა. სამუშაოების შესატარებლად 3 მილიონზე მეტი ლარი გამოიყო. გზა გაიჭრა და ქვიშახრეშოვანი ნარევი განთავსდა. შესაბამისად, ახლა მსურველებისათვის შესაძლებელია ესტუმრონ ასხს, ამ უმშვენიერეს ბუნების ძეგლს და დატკბნენ ხედებითა და ფლორით.